მოგესალმებით მეგობრებო. ამ უმშვენიერესი ტაძრიდან აი სასწაული ადგილი არის მართლა. აი ხარ ჩიდამბარას ნატარაჯას ტაძარში. ეს შეიძლება სიტყვები საერთოდ არაფერს არ გეუბნებათ, მაგრამ მე შევეცდები აგიხსნათ რატომ არის ეს ტაძარი განსაკუთრებული და ძალიან მშვენიერი. აი ზოგადად თამილნადუს ტაძრები, თამილნადუ შტატის სამხრეთ ინდოეთში არის საოცრება, არის აი ულამაზესი, უმშვენიერესი, უკიდეგანო და უმისტიურესი. და ეს ტაძრები დღემდე თავის თავს ძალიან კარგად მალავენ სხვათა შორის. აი რაღაც მეშვიდე ვიზიტია უკვე ინდოეთში ვარ და აი ეხლა მომიწია აქ მოსვლა. მანამდე არც კი მოსვლა იქ ინფორმაციები ჩემამდე. იმიტომ რომ ალბათ მეც არ ვიყავი დაინტერესებული და მოკლედ არის აი ფანტასტიკური უდიდესი ტაძრები და აი ამ ტაძრებში რო შემოვედი ერთი რაც შემეძლო მეთქვა არის რომ ამ ტაძრებში ღმერთები ცხოვრობენ. შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს არის გაჟღენთილი რაღაცა ღვთაებრივი ენერგიით. ყველა ტაძარი არა სხვათა შორის. ყველა ტაძარი არა. ამიტომ შეიძლება იმედი გაგიცრუდეთ სადღაც რომ მიხვალთ. ამიტომ იმედები კართან დატოვეთ. მაგრამ არის ტაძრები, სადაც აი უბრალოდ რო შედიხარ, ისეთი ენერგია ზანზარებს, რომ იქიდან წამოსვლა აღარ გინდა ადამიანს რა. ერთ-ერთი არის აი ეს ნატარაჯას ტაძარი და ნატარაჯას ტაძარი განსაკუთრებული არის იმითი, რომ ეს არის ერთადერთი შივას ტაძარი, სადაც უშუალოდ მოცეკვავე შივას ქანდაკება დგას. მანამდე სხვა შივას ტაძრებში როგორც წესი შივას ესე პირდაპირ ფორმა არ დგას და ლინგამის სახით არის ხოლმე გამოსახული და აი აქ ამბობენ რომ აი ამ ტაძარში შივა ცეკვავს თვითონ და არის ეს სასწაული სანახაობა და აქ ხანდახან ცეკვის შოუებიც იმართება ხოლმე. რაც ასევე უმშვენიერესია და ცეკვით ემსახურებიან, ასე ვთქვათ, ღმერთს. კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი ინფორმაცია აქაურობის შესახებ არის ის, რომ სამხრეთ ინდოეთში როგორც გითხარით, არაერთი ტაძარია ძალიან დიდები და ძალიან ლამაზები და სხვადასხვა მიზნებისთვის აშენებული და არსებობს ეგრეთ წოდებული 5 ელემენტის ტაძარი, რომელიც განლაგებულია სხვადასხვა ადგილას და თითოეული ეძღვნება ერთ-ერთ სტიქიას. ერთი არის ცეცხლის, ჰაერის, მიწის, წყლის და მეხუთე ელემენტი აკაშა, როგორც ეძახიან ამას ინდოეთში, იგივე ეთერი, იგივე სივრცე, ეს არის მეხუთე ელემენტი და ეს ტაძარი არის სწორედ ამ მეხუთე ელემენტის სიმბოლიზაცია და ამ მეხუთე ელემენტს ეძღვნება. სპილოები არიან ტაძრებში ჩვეულებრივად სახურებაში გამოიყენებენ. ჩიდამბარამი გვასწავლის, რომ ღმერთი არ არის მხოლოდ ქანდაკებაში. ის არის რიტმში, სუნთქვაში, დუმილში. აქ არქიტექტურა, მოძრაობა და მედიტაცია ერთ მთლიანობაში იკვრება, როგორც წმინდა ტანდავა. აქ გადაღება ძალიან მკაცრად არის აკრძალული.
შეიძლება კამერა ჩამომართვან თუ დამინახეს რომ ვიღებ. აი, საოცრად მისტიური ადგილი არის. აი, ესეთი მისტიკა და ესეთი მისტერია არსადან მიგრძნია და აი აქ რო წარმოიდგენ რა ხდებოდა მაგალითად 10 საუკუნის წინ შეიძლება ჭკუიდან შეიშალო. თითქმის ყველაფერი აქედან არის წამოსული და აი ამ ტაძრებში ინახებოდა რაც სამხრეთ ინდოეთში არის. იმიტომ რომ სამხრეთი ძალიან დაცული იყო ყველაფრისგან. დამპყრობლებისგან, შემოსევებისგან, უზრუნველადაც ცხოვრობდნენ, ჰქონდათ საჭმელი, სასმელი, რამდენიც გინდა ტროპიკული ხილი ბუნებას ზრუნავდა, ერთადერთი ამათ ეშენებინა ტაძრები, ეკეთებინათ მედიტაციები და ეწერათ წიგნები და ემღერათ სხვადასხვა ჰიმნები. მეტი საქმე რაც ჰქონიათ. კიდე ამ ტაძრის შესახებ ერთი უნიკალური ამბავი რაც არის ის რომ კონკრეტულად ერთი ოჯახი, ერთი გვარი მართავს თითქმის 2000 წელია. და არ ეკუთვნის აქაურობა თავრობას ასე ვთქვათ. და არავინ ამ გვარის გარდა ამ ტაძარს არ უნდა გაეკაროს. შეიძლება ეს არის კიდევაც ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ძალა რაღაცნაირად შენახული არის შიგნით. შენახული არის თან ძალიან მაგრად შენახული არის. დაჯდე და შეიძლება მთელი დღე გაატარო. აი იქ რო ჩამოჯდე, უბრალოდ და იჯდე. არც საჭმელი მოგინდება, არც სასმელი მოგინდება. იმხელა ენერგია ტრიალებს. ინდოეთს ერთი თავისებურება აქვს. ჩვენი გეგმები არ უყვარს. თავის გზაზე უნდა გატაროს. გზის მორჩილება კი საუკეთესოა, რაც შეიძლება მოგზაურმა გააკეთოს. მორჩილობის დროს ხვდები, როგორ გისრულებს შენ სამოგზაურო წადილებს რაღაც უხილავი ძალა, რომელიც შენზე გაცილებით უკეთესად ალაგებს მონაცემებს. ჰამპი არქიტექტურის, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების, სულიერების ცენტრი და რა თქმა უნდა, ჰანუმანის დაბადების ადგილი. ის იყო ვიჯაიანაგარას იმპერიის დედაქალაქი მე-14-მე-17 საუკუნეებში. ამ პერიოდში არ ნახულ წარმატებას მიაღწია. მოგზაურები ჰამპის უწოდებდნენ ქალაქს ოქროსგან. ბაზრები, ტაძრები, სასახლეები და აბანოები ბრწყინავდნენ არა მარტო მატერიალური სიმდიდრით, არამედ სულიერი სიღრმითაც. დრამატული კლდეები, გრანდიოზული ტაძრები, გამჭოლი ქვის სვეტები გვიყვება ისტორიას იმპერიის შესახებ, რომელიც აერთიანებდა დრავიდულ კულტურას, მუსლიმურ გავლენებს და ადგილობრივ ტრადიციებს ერთ ვიზუალურ ენაში. მიუხედავად მისი განადგურებისა, ჰამპის ნანგრევები დღესაც მიგვიწყება ისტორიაში, საკუთარი თავის უფრო ღრმად აღმოსაჩენად. ეს არის ძალიან გავრცელებული პრაქტიკა სამხრეთ ინდოეთის ტაძრებში სპილოები ყავს სხვადასხვა მიზნებისთვის, რელიგიური მიზნებისთვის. ზოგ ადამიანს ეს არ მოსწონს. მაგრამ არ ვიცი, კულტურის ნაწილია. და ფული უნდა მისცე და დაგლოცავს. ვაუ. უბრალო უყურება სპილოსთვისაც ძალიან მედიტაციური პროცესია. აზრები გიჩერდება, როცა ამას უყურებ.
ბუნებრივი პროექტორი ვიპოვეთ, აი აქ არის ფანჯარა. ამ ფანჯრის მიღმა არის ტაძარი. და აქედან სინათლე რო შემოდის, აი ეს კედელი ირეკლავს ამ ტაძარს ამოტრიალებული. აი პროექტორივით აჩვენებს. სიგიჟე თუ არ არის ესა, ეხა ეს მითხარით თქვენ. არის თუ არა ეს სიგიჟე. უნდა არ ვიცი ეს დაგეგმილი ქონდათ თუ შემთხვევით გამოვიდა, მაგრამ აი გამოშტერებული ვარ. მოკლედ საქმე იმაშია, რომ ჩვენ იტუინი ხო ისედაც აკორექტირებს, რასაც ხედავთ, არის ყველაფერი ამოტრიალებული სინათლე ჩვენ თვალში შემოდის. არის ესე და მე ჩვენ იტუინი იმისთვის რომ ეს უკუღმა არ იყოროს ასწორებს. და ეგ ზუსტად ეგ ფენომენია, ეგ სინათლე რაც შემოდიოდა არის ტაძრის ანარეკლი, მზის სხივები ეცემა, შემოდის კედელზე ეცემა და რადგან კედელს ტვინი არა აქვს, გამოიცანით რა ხდება? ის ხდება რომ აჩვენებს იმას, რაც რეალურად არის. ქალაქის გეგმარება, წყლის არხების სისტემა, მზის და ჭრილების მიმართულებები, ყველაფერი კოსმოლოგიურად და სამეცნიეროდ ისეა გათვლილი, რომ შეესაბამებოდეს საღვთო წესრიგს, იგივეთ ჰარმას. ღვთაებრივი წესრიგი და ადამიანის ხელოვნება უნდა ყოფილიყო სინქრონში. სწორედ ამიტომ მეცნიერება და ხელოვნება არ იყო გამოყოფილი სულიერებისგან, პირიქით, მას ემსახურებოდა. აი რაღაცა ესეთი ხდებოდა იქ კედელზე. ცოტა გავგრილდეთ აქ წალიას ხამს. კაია. ძალიან სიცხე კი არის ისე. ეხა ის დროა რომ უკვე ყველა ჩრდილოეთში მიდის. ქვები არის ძალიან ცხელი და აქ ფეხშველი უნდა იარო, გამიხურდა ფეხი. რა ლამაზია ხმერთა ჩემო, რა ლამაზია. არ ვიცი, ძალიან ბევრი ტაძარი ვნახე ამ პერიოდში, მაგრამ აი ეს რატო არის ესეთი ლამაზი? მსგავსი არის. ამის მსგავსი არის, რა ხდის ამას ასეთ განსაკუთრებულს? აი ამ კორიდორებზე ვგიჟდები თან, აუ რა სიგრილეა ღმერთო ჩემო. აი ნუ სიგიჟე არქიტექტურა ხო არის, აი მართლა მეტირება რომ დავდივარ და უბრალოდ აი ესენი მაგიჟებს, აი ეს წითელი რაღაცები, რატო აკეთებთ ამას, აი რატო, რა შუაში არის ამასთან. აი რა გინდათ, დაანებეთ თავი. ამასაც ხვანაირად გააკეთეთ. აი რატო? ძალიან ბევრ ტაძარში, აი უბრალოდ არის ესეთი უზარმაზარი რაღაცა, აი ულამაზესი ქვის ნაგებობა, საოცარი, აი პირს დაგაღებინებს მართლა და ეს წითელი რაღაცა არის მირჭობილი. ნუ ესთეტიკის აღქმა ზოგადად. მგონია რომ არის გონების ძალიან განვითარებული ფუნქცია. არა მარტო გონების, რაღაც სულიერი ამბავიც არის და აი ჩემთვის ეგეთი რაღაცეებიც იმის მაჩვენებელია, რომ სულიერად იმ სიმაღლეზე ნახდათ აღარ დგას. ეხა ადამიანი რა სიმაღლეზეც აი ამის ამშენებლები იდგნენ. ტექნოლოგიურად კი, მაგრამ სულიერად აი უბრალოდ აი ამ ქვებს შეხედეთ. წარმოუდგენა არა მაქვს ეს ბუნებრივია. ვინმე მოიტანა ნახეთ როგორ დგას. დამზე
აი საოცრება არის. აი ამაზე დიდი საოცრება რაღა გინდა კაც. სიგიჟე. ესეც ჰანუმანის არმია. აქაურობა განვითარდა მე-14 საუკუნეში. ერთ-ერთი იმპერიის დედაქალაქი იყო. და იმ პერიოდში და კიდევ მომდევნო რაღაცა 100-200 წელიწადში ეკონომიკურად და კულტურულად და პოლიტიკურად აყვავდა აქაურობა. იყო მისი ოქროს ხანა. მაგრამ შემოვიდნენ მეგრე წითლები და ატყდა დავით დარაბა. წითლები არა, მაგრამ ისლამური სახელმწიფოები შემოიჭრნენ და რა თქმა უნდა გაანადგურეს ძალიან დიდი ნაწილი. რაც გადარჩა იმას კი ხედავთ თქვენც. კიდე ვიღაც კაცმა აი დაართლა თაობები ეწირება ესეთი რაღაცების გაკეთებას და შემოვარდება ვიღაცა და გადაგივლის, გადაგწოვს, გადაგბუგავს. რამდენი რამე არ არის კიდე ჩვენამდე მოღწეული და რამდენი რამე დაკარგულია კაცმა არ იცის. ცოტათი უფლის ციხესაც მაგონებს. UNESCO-ს ძეგლთა დაცვის სიაშია, რა თქმა უნდა შეყვანილი და ცხადია არის არქიტექტურული ნიმუში სასწაული საოცრება და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი მთელს ინდოეთში, მოკლედ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი არის და მოგზაურებს შორის ძალიან პოპულარულია. სამხრეთიდან ვინც მოდის, გამოივლის და მე იქიდან გოაზე მიდიან ხოლმე როგორც წესი. მოკლედ ძალიან დიდია ეს ხემპი. არ გიგონოთ რომ ერთი რაღაც დასახლებაა და მორჩა. გადაშლილი არის უზარმაზარ ტერიტორიაზე, ხა დაახლოებით 5 კილომეტრი გამოვიარეთ ტუკ-ტუკით, მოვედით ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილას, რომელსაც ქვია ლოტუს მაჰალ, იგივე ლოტუსის სასახლე. აი აქ არის და ითვლება რომ ეს იყო დედოფლის და მეფის საცხოვრებელი ადგილი, სადაც მეფეები დედოფლები ნებივრობდნენ ერთმანეთში. და ამ ტაძარს აიყო და სასახლეს აქვს თავისებურება, რომელსაც სასწაული შეგვიძლია უწოდეთ, არქიტექტურული სასწაული. ნახოთ იქ სასწაული როგორ არის მოქმედებაში. აი სონიკოვსკის იგავს ეს. ეს არის დრავიდული და ისლამური კულტურის შერწყმის სანიმუშო მაგალითი. ერთი უდიდესი თავისებურება რაც ამ სასახლეზე წავიკითხე, მართლა სასწაული და შოკის მომგვრელი არის ის, რომ დამტკიცებული არის არქეოლოგიურად, რომ ამ სასახლის ძირში არის წყლის სისტემა, რომელიც სასახლეს აგრილებდა ზაფხულის ცხელ დღეებში და ეს გაგრილება ეხაც რო ჩართონ კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ მაგრად ცხელა და ეს ქვები ისახურდება. ზოგადად არქიტექტურაც მათ შორის როგორც ისე ძალიან ბევრი დარგი და მიმართულება განვითარებული იყო ინდოეთში ოდითგანვე და ამის შესახებ ვედებშიც არის ცოდნა არქიტექტურას ეწოდება ვასტუ, სადაც გათვალისწინებულია ძალიან ბევრი დეტალი, ნიუანსი და
იძლევა ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს სახლი აშენებული, იმისათვის რომ იყოს ჰარმონიული, ენერგეტიკული განლაგება, ასე ვთქვათ რა. და ძალიან ბევრი დეტალია, ძალიან ღრმა ცოდნა არის, ასე ვთქვათ. და ფენშუის წინაპარიც ეგ არის მოკლედ რა. თუ კი რამე ცოდნა არის, რაც მე გამოვიდა გარეთ, ხო? თითქმის ყველაფერი არის ვედური საწყისებიდან წამოსული. აი თუნდაც კუნფუ და რაღაცეები ჩინეთში ხო ვიცით? აი ვინც ჩინეთში ეგ ჩაიტანა, ისიც აქედან იყო, თამილნადუდან იყო. ბოთხი თარმა, ვინც ძენ ბუდიზმის ფუძემდებლად ითვლება, ეგეც თამილნადუდან იყო და მე სამხრეთიდან წავიდა იქით ჩინეთისკენ, გაიარა ტიბეტი და ერთი არქიტექტორი ბიჭი გავიცანი ბანგალორში, რომელმაც მითხრა, რომ დაყავდა სხვადასხვა ესეთ ადგილებში, რომელიც არის არქიტექტურული ნიმუში მთელი ინდოეთისა და ადგილზე ასწავლიდნენ და უკვე აი პრაქტიკაში თავისი თვალით ანახებდნენ, როგორ და რანაირად იყო რაღაცები აგებული და მაგალითად არ შეიძლება სამზარეულო ისე დააგეგმა, რომ დღის მზე შემოდიოდეს რაღაცა მომენტებში. სამზარეულოში ისედაც ცეცხლისკერაა, იმიტომ რომ რაღაც საკეთებ და ტემპერატურა ისედაც მაღალია და ისე უნდა გათვალო, რომ მზის სხივები თუ შემოვიდა, მე კიდე დამატებითი სიცხე იქნება და არ იქნება სასიამოვნო მანდ დარჩენა. ხო და აი ესეთი მცირე დეტალები არის, ძალიან ბევრი ვასტუში გათვალისწინებული, არ არის რაღაცა მეტაფიზიკა, ძალიან პრაქტიკული ცოდნა არის. ხო და მოკლედ ყველაფერი ისეა გათვლილი, რომ ადამიანმა ჰარმონიაში იცხოვროს და აი დღევანდელი კორპუსებიც ეგრეა ფაქტობრივად არა? ღმერთმანი საოცარია. თქვენ ძალიან კარგად მიხვდებით, რომ ეს უკვე ძალიან ისლამური კულტურაა. კიდე სასწაული ის არის, რომ აქაურობის შესახებ გავიგე 3 წლის წინ სულ რაღაც. რატო აქამდე არ ვიცოდი? აი ეს რაღაცა პომპეი ხო ვიცით? კიდე რა ვიცი, რომი ხო ვიცით? რაღაც ეგეთი გრანდიოზული რამეები ხო ვიცით? აი ეს რატო არ ვიცოდი? არაფრით არ ჩამოუვარდება იმას, რაც იქით ხდება. მაგრამ სადღაც ინდოეთის შუაში ცოტათი ჩაკარგულიც არის. ფანტასტიკური ადგილია. ძალიან შთამბეჭდავი, აი ძალიან შთამბეჭდავი. აქ პატარა მუზეუმი და გამოფენა აქაური ღირსშესანიშნაობების. ეს უდიდესი ნაწილი უკვე არის მუზეუმი, რისთვისაც ბილეთი ვიყიდეთ აქ შემოსასვლელად და მაგარი ამბავია, გიდიც ავიყვანეთ. აი ეს სვეტები რაც აქ არის. იყო ბაზარი, სადაც იყიდებოდა ცხენები თურმე. აი აქ. და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარი იყო და აქ ზოგადად სამხრეთ ინდოეთში ცხენები არ ყვავსო.
და ვინც მოდიოდნენ ზოგი პორტუგალიიდანო, ზოგი პერსია, როგორ არის კაცო, სპარსეთიდანო ცხენები მოყავდათ და აქედან სხვა რაღაცები მიქონდათო, სხვადასხვა სუნელები და ასე შემდეგ, რაც არის ინდური ღირსშესანიშნაობები. მაგ პერიოდში, როდესაც აბრეშუმის გზა იყო, მიდიოდა ინდოეთთან ვაჭრობა აქტიურად და ჩანაწერებში ისიც კი ირკვევა, რომ ქუთაისის ბაზრობაზე ინდური სანელებლები და ხალიჩები იყიდებოდა ინდოელების მიერაც კი. და ასე რომ აქ სადღაც მეგრული ცხენი იდგა დარწმუნებული ვარ. ან მე ძალიან მინდა რომ ესე იყოს. კიდევ ერთი ძალიან მაგარი ამბავი, აი ეს ქვები, რასაც ხედავთ, როგორც კიდე გვეუბნება, სოფლიოში ყველაზე ძველი ქვებიაო. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ აფრიკა, აზია ერთი კონტინენტი იყო, მთელი პლანეტა ერთი კონტინენტი იყო. მაშინ არის ფორმირებული. All of India. One plant was ეს ყოფილა სალოცავი შენობა და ერთი კაცი მღეროდა, რომელიც ამბობენ 9 მილიონამდე სიმღერა იცოდაო. მუსიკის მამად ითვლება და ეს მუსიკა არის ძალიან პოპულარული ინდოეთში და ზოგადად რელიგიური დატვირთვა აქვს, რა თქმა უნდა, მუსიკასაც. ეს არის ჰამპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვის ეტლი, რომელზეც ზის ვიშნუს არწივი გარუდა, რომელსაც ვიშნუ იყენებს როგორც ტრანსპორტს და თავად ამ ტრანსპორტსაც ხო სჭირდება ტრანსპორტი. ხოდა ეს ქვის ტრანსპორტი იყოს გარუდას ეტლიო, განაცხადეს მათ და შიგნით ზის ჩვენი ბატონი გარუდა. და ეს ძალიან პოპულარული ეტლი არის და ინდური 50 რუპიანის ერთ-ერთ მხარეზეც არის დახატული. დანარჩენ მხარეზე მაჰათმა განდია, ყველა კუპიურაზე მაჰათმა განდია. ვაიმე რა კარგი გადასაღებია, ეხლა ვიყო კარგი ოპერატორი, და მქონდეს კარგი კამერა და ცოტა ბევრი და ეს არის მთლიანად მუსიკალური სასახლე. აი აქ წვიმა უკრავს მუსიკას. ისე არის გათვლილი, რომ აქ წვიმა რო ჩამოვა. აქ აქვს გაყვანილი მილები და ამ მილებით კიდე ჩამოდის და აი ამებზე უკრავს. მაგრამ რაც თავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი არის აი ეს სვეტები, რომლებიც ხელს თუ მიარტყამ, სხვადასხვა ხმებს გამოსცემს. მაგალითად იქით გვაქვს დორე მი ფა სოლ ლა სი, რაც ინდურში დორე მი ფა სოლ ლა სი არ არის, სხვა სახელი ქვია. მაგრამ აი აქ არის, ეხა აკრძალულია 2007 წლამდე ნებადართული იყო, რომ დაერტყათ, მაგრამ ეხა აკრძალული არის და ჩვენ შესაბამისად ამ აკრძალვის წინააღმდეგ ვერ წავალთ, მე რა რომ ინდოეთია. და აქ რაღაცეები მოსულა, მაინც ეგეთი რამეები, მაგრამ მოდი დავასკანერებ და ისე მოგასმენინებთ. აი ეს არის ამ სვეტების ხმა. და ეს ყველა სვეტი აქ, რასაც ხედავთ, ესეთ სხვადასხვა ინსტრუმენტების ხმებს გამოსცემს. და სულ არის 59.
კანონი უნდა დავარღვიო. უკრავს. ცოტა საწყობი შეიძლება იყოს, მაგრამ უკრავს. ეს ხე მინიმუმ 1000 წლის არის, როგორც ამბობს, 1600 რაღაცა წლის ფოტოებშიც გვხვდებაო. Listen. Okay, no problem. I mean, you can see the hairstyle, the body structure here. ჩვენი გიდი გვეუბნება, რომ ეხა ეს დრედებიანი ყმაწვილები, რომლებიც ამ ქვებში არიან გამოკაწრულები, ინკას ტომელები არიანო. საიდან როგორ თქო რომ ჩავეკითხეთ, ესე გითხრა პორტუგალიელმა მისიონერებმა მოგვიყვნენ მაგის შესახებო და მე ჩვენ ავდექით და გავაკეთებთ. ესენი კიდევ დერვიშები არიან. In English it's called Colchester. Yes. და როგორც ამბობენ, ჰამპი იყო ძალიან კოსმოპოლიტური ქალაქიო. ესენი აცტეკები არიან. And then on the right side, Mongolian resident. აქეთ მონღოლებიო. Mongolian resident. Mongolian wrestler. Yeah. მონღოლი მოჭიდავე. He's also wicket keeper. But you can see the face. In cricket, there is one person behind the wickets. He always catching the ball like this. Mistika tu gindot. Არის მისტიკა. Mysterious. ცოტა შეშინებული სახრაკო. ჰამპის მოჩვენება ვარ. აი ამ რაღაცაშიო შეგიძლიათ 5 რამე წაიგითხოთო. ბაყაყი, მაიმუნი, კობრა, ადამიანი და თითები დაადო და გვაჩვენა და აგვიხსნა რა როგორ და რანაირად. No, so these are ვერია დავდივარ ისეთ ქვებზე, რომელიც დედამიწაზე ყველაზე ძველია. როდესაც ოკეანით იყო დაფარული. ლამაზია. ძალიან ლამაზია. ეხლა ცოტა ხანი მაინც გავთიშავ კამერას. ვიცდები რომ აღვიქვა ის რაც აქ ხდება. თან გადაღების დროს ცოტა მიჭირს.
იყო დრო, როცა ცოდნა ნიშნავდა სმენას. როცა სამყაროს სიჩუმე უფრო ამბობდა ვიდრე სიტყვები. ჩვენ ვაშენებდით არა იმიტომ, რომ გვჭირდებოდა, არამედ იმიტომ, რომ გვესმოდა. ზოგ რამეს მხოლოდ ფორმით შეუძლია თქმა. სივრცე საუბრობდა. კედლებმა იცოდნენ, როგორ შეენახა ჩუქი ისე, რომ ადამიანს შინ დაენახა ის, რაც გარეთ იყო. დღეს ყველაფერი სწრაფია. ზერაც კი ზედაპირზე რჩება. სიღრმე კი აღარ ითხოვს ყურადღებას. ჯერ კიდევ არსებობენ ადგილები, სადაც გესმის, რომ დრო სხვანაირად გადის. სწორედ ამიტომ უბრუნდებით, უყურებთ თქواس, როგორც კითხვას, სინათლეს, როგორც შინაარსს და სივრცეს, როგორც შესაძლებლობას, რომ ისე გავიგოთ ის, რაც არ ითქმება. და იქნებ, დროც საერთოდაც არ არსებობს და სინათლის ხივის არ იყოს, ეგეთ ჩვენი გონების ილუზია. ამდენ სასწაულთან შეხება, მხოლოდ ერთს მასწავლის, რომ საერთოდ არაფერი ვიცი. და ამ ცოდნის ოკეანეში ყველა წამი სიახლეა. ყველა სიახლე აღტაცებას იწვევს.